ყველა მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე დიდ ფასეულობასა და ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა წახნაგზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის, რა არის ადამიანისთვის ყველაზე მთავარი. თუ საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა, თავად ადამიანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობა გახლავთ თავისუფლება და არჩევანის შესაძლებლობა. სწორედ არჩევანია ის საფუძველი, რასაც მივყავართ ჩვენ ცხოვრების წესთან. დიახ, ჩვენ თუ დავაკვირდებით, რას ვირჩევთ სამყაროში, რას არ ვირჩევთ, აღმოჩნდება, რომ საკმაოდ ბევრ ფაქტორს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური არსებობისა არ ვირჩევთ. მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრების წესი. დიახ, ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრების წესს, თუმცა მხოლოდ ჩვენს არჩევანზე სამწუხაროდ არ არის დამოკიდებული. რადგან ამგვარ არჩევანზე შეიძლება გავლენა იქონიოს ოჯახმა, გარემომ, მრავალმა სხვა ფაქტორმა და ის შეიძლება მოხდეს ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. დიახ, ერთი მხრივ ადამიანის განვითარება, მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი, ადამიანის სიცოცხლის სხვადასხვა ფაზა და ამ ფონზე ადამიანის მიერ გაკეთებული არჩევანი ცხოვრების წესის სასარგებლოდ. და თუ ჩვენ საუბრობთ ცხოვრების წესზე, არჩევანზე, ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, არის როგორც შედეგი ყველასათვის მნიშვნელოვანი და ლოგიკური ინსტრუმენტი ეს გახლავთ ჯანმრთელობა. ჯანმრთელობა, რომელსაც წახნაგების მიუხედავად აუცილებლად აქვს კომპონენტები, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით. ეს არის ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს არის ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა, ანუ როგორია ჩვენი ფიქრები. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციური ჯანმრთელობა, ანუ რას ვგრძნობთ ჩვენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორია რასაკვირველია გარემოს ჯანმრთელობა, როგორია ჩვენი ურთიერთობები, ანუ როგორია ჩვენი სოციალური ჯანმრთელობა და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ, ანუ როგორია ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა. მოდით ეს ყველაფერი როგორც ყოველთვის ჯანმრთელობასთან მიმართებაში კეთილდღეობის ენაზე ვთარგმნოთ და ასეთ შემთხვევაში კეთილდღეობასაც ზუსტად ისეთივე წახნაგები ექნება, როგორც თავად ჯანმრთელობას, რადგან შევთანხმდით ჩვენ, რომ ჯანმრთელობა კეთილდღეობაა სხვადასხვა კუთხით აღქმული. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანისათვის უსაფრთხო არსებობას წარმოვიდგენთ, ადამიანის ცხოვრების წესთან მისადაგებულ ფორმებს წარმოვიდგენთ, გავითვალისწინოთ, რომ არა ზოგადად ჯანმრთელობა, არამედ ადამიანის ჯანმრთელობა, რომელიც მას ყოველდღიურობასთან აკავშირებს, არის გასათვალისწინებელი. მაგალითად, როგორია ჩვენი სამუშაო გარემო. როგორია მაგალითად ჩვენი ეკონომიკური ჯანმრთელობა და ასეთ შემთხვევაში ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტ წახნაგს იძენს. ასეთ ჩნდება ხოლმე ჩვენს ბანერებზე ხან 3 წახნაგიანი, ხან 6 წახნაგიანი, ბოლოს და ბოლოს 8 წახნაგიანი განმარტება ჯანმრთელობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რამდენ წახნაგზე გავამახვილებთ ყურადღებას, ჩვენი ჯანმრთელობა წარმოუდგენელია იმ არჩევანის გარეშე, რომელზედაც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ. ჩვენი ჯანმრთელობა წარმოუდგენელია იმის გაცნობიერების გარეშე, რომ ჯანმრთელობა თავისუფლებაა, ხოლო ავადმყოფობა შეზღუდული თავისუფლება და იმის გათვალისწინების გარეშე, რომ ადამიანი არის სოციალური არსება და გათითო-კაცებულები, ძალიან სუსტები ვართ, ხშირად შეუძლებელია საკუთარი თავი წარმოვიდგინოთ აი ასეთ გარემოში, სადაც მარტონი ვრჩებით, ამიტომ ნებისმიერი ფორმის გარემოს აქვს არსებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. მით უფრო ისეთ გარემოს, რომელზედაც დღეს ჩვენ გიამბობთ სიუჟეტით, რომელიც სწორედ გარემოს რუბრიკას წარმოადგენს და რომელიც ჟურნალისტმა შორინა ლაბაძემ მოამზადა. აქ 6 წლის უკან მოვედი შუაღამის 2 საათზე მცხეთობა ღამე. ჩემი მცირე ბარგით და ჩემი ძროხები. ჩემმა პროფესიულმა კუთხემ და ბავშვობიდან დღემდე ბუნების უზომო სიყვარულმა მაკეთებინა ეს ჰუმანიტარული
საქმე, რასაც ქვია გაჩეხილი და გაუბედურებული ბუნების აღდგენა. მე ვარ ვასილ ალიბეგაშვილი, ლანდშაფტის დიზაინერი. მივატოვე ერთ-ერთი ულამაზესი პრესტიჟული ქალაქი და გადმოვცხოვრდი ველურ ტყეებში სამუდამოდ. სოფელი წყლულეთი აქაურობას დაერქვა 10 საუკუნის უკან. ეს არის დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი სოფელი. ამ ადგილიდან, აი სადაც ჩვენ ვიმყოფებით, 7 კილომეტრ ნახევარში არის დიდგორის ბრძოლა, რადგან ეს სამკურნალო წყალია. აქ მოაწყო სამხედრო საველე სავადმყოფოები, ასე ვთქვათ, ანუ ლაზარეთები, წყლულების მოსაშუშებელი ადგილი ეწოდებოდა ადრე. ვიყიდე დანგრეული სახლი, ყველაზე დიდი საცოდაობა და უბედურება რაც აქ დამხვდა, ეს იყო ბრაკონიერების მიერ უკონტროლოდ გაჩეხილი ეს სასწაული ფლორა. ვიცხოვრე მთელი წელი 9 კვადრატულ ოთახში, სადაც 50 ადგილიდან წყალი ჩამოდიოდა, იატაკი არ მქონდა, კარფანჯარა არ იყო და ცელოფნები მქონდა გაკრული. ერთადერთი მეგობარი მედგა შეშის ღუმელი. 9 კვადრატში გავატარე 1 წელი, მე ჩემმა ძროხებმა ვიყავით უბედნიერესად. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერი თვეები, წლები და დღეები ჩემს სიცოცხლეში. აბა, მოისმისე კულტურა, რომელიც გასწავლე, ის უხვად გამოიყენე სტუმრებთან, ჩემო სიკეთეზე. მთელი წელი აი ამ მიმდებარე სადღაც 2000 კვადრატული მეტრი მუნიციპალური ტერიტორია ეს ჩემი პირადი ტერიტორია არ არის, მაგრამ ბუნება ხო ყველასია, ხო ყოველი ჩვენთაგანისა. და დავიწყე უამრავი სამრეწველო ნაგვის აგროვება. მასებმა ბოლოს 2 და 3 სატვირთო მანქანა შეადგინა. დაჩეხილი ტყეების აღდგენას ვუნდები დღემდე. ბუნება ზოგადად თვითგანახლებადი კულტურაა, თუმცა თუ ადამიანი ეხმარება, იღებს აი ესეთ სურათს. ყველაზე დიდი ბედნიერება მაინც ქალბატონო შორენა, რაც მე აქ დამხვდა, ეს არის საქართველოს წითელი წიგნის, ანუ წითელი ნუსხის უნიკალური მრავალი მცენარის ერთობლიობა. აი ამ პატარა ადგილზე. ეზოში ფაქტიურად მაქვს მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი მცენარე არის თავმოყრილი ჩემთან. ტყეში სიარული ზოგადად ფეხით მოძრაობა არის ჩემი ჰობია ეს. და ტყეში რომ მივდივარ, მიმაქვს მუდამ ხელსაწყოები, სასხლავი მაკრატელია ეს თუ მცირე ხერხები და ასე შემდეგ და 1000-ობით და 100,000-ობით პატარა მცენარეებს ვაფორმირებ, რომ ძალიან მალე გაიზარდნენ და მივიღო დაბურული უღრანი ტყეების პეიზაჟები. არასოდეს საკვების პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ ეკოლოგიურად ჯანსაღ პროდუქციას ტყევე მაძლევს. სოკოს ვაგროვებ, ის ნობათია უამრავი, ველური ნიგბზები დგას იმაში, რა ქვია, ტყეებში და ვიღებ ნაყოფს და ვარ ბედნიერი. დაუშვათ მსოფლიო ხელმძღვანელობა მათ უკან ნიუ-იორკი, პლუს ლონდონი და პლუს პარიზი და პლუს თველი თბილისი. ცოცხალი თავით მე იქით არასოდეს გამოვიხედები. პირობას ვდებ ღვთისა და ერის წინაშე. როდესაც ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვახსენებთ გარემოს და დღევანდელი ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკი ამის დასტური გახლავთ. გარემო და ადამიანის ორგანიზმი არის უწყვეტ კავშირში ერთმანეთთან და ძალიან ხშირად ის უხილავი პროცესები, რომელიც შემდეგ ინფექციების სახით არის ხოლმე ცნობილი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის ორგანიზმის შიდა გარემოსა და ადამიანის ურთიერთობას გარემოსთან ზოგადად, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის თავად. და მიუხედავად იმისა, რომ ინფექციების მიღმა არის უხილავი,
ადამიანის თვალისთვის შეუმჩნევი გამომწვევები, მათი მოქმედების შედეგი არის ნამდვილად ხილული და მათი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე რასაკვირველია არის აშკარა. ამიტომ საუბრობთ პერიოდულად ჩვენ სხვადასხვა სახის ინფექციებზე და დღევანდელი ჩვენი თემა ვფიქრობთ ძალიან აქტუალურია, მით უფრო სეზონური თავისებურებების გათვალისწინებით და თქვენი კითხვებისა და ინტერესის გათვალისწინებით. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი ექიმი, ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგი ბატონი დავით ქოჩიაშვილი. დილამშვიდობისა ბატონ დავით. მოგესალმებით და ვერ დაუმალავ აღფრთოვანებას თქვენი ახალი მოსახლეობის გამო, გილოცავთ და სულ წარმატებული ეთერი ქონოთ. მადლობა. ჩვენთან ერთად საკმაოდ დიდი გზა გაიარეთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყოველწლიურად თქვენ ბრძანდებით ხოლმე ჩვენი გადაცემის სტუმარი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ დღევანდელი საუბრისთვის შევარჩიეთ საუბრის დასაწყებად ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიც არის საშარდე-გზების ინფექციები. და აქ თქვენ მოგიწევთ განმარტება, რატომ არის ეს პრობლემა ასეთი აქტუალური? პრინციპში ეს არის ქოლგა სხვადასხვა პრობლემას რო აერთიანებს და არის თუ არა ეს აქტუალური ყველა ასაკის ადამიანისთვის და არის თუ არა აქტუალური ორივე სქესის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ევროპის უროლოგთა ასოციაციის კონგრესზე არის ძიება და გაუთავებელი ძიება, რა დაარქვან, როგორ გადააკეთონ, რომ რაც შეიძლება უფრო დეტალიზებული იყოს, თქვათ ეს დაავადებები. ადრე იყო გართულებული და გაურთულებელი საშარდე-გზების ინფექციები, ეხლა უკვე 25-26 წლის გაიდლაინებში არის უკვე ლოკალური და სისტემური. რაც მეტნაკლებად არის განპირობებული იმ თუ ასახოს უფრო დეტალურად თქვათ ამ დაავადებების არსი, მისი პათოგენეზი და ასე შემდეგ. მას შორის მასშტაბიც. რა თქმა უნდა მასშტაბიც. არის საერთოდ ზემო და ქვემო საშარდე ტრაქტის ინფექციები მოგეხსენებათ. ზევით ზემო საშარდე ტრაქტში განიხილება პიელონეფრიტი, საშარდე-გზების ინფექციებიდან, ანუ ცირკულის ანთებითი პროცესები. რაც შეეხება ქვემო საშარდე ტრაქტს, აქ ძალიან ხშირია პროსტატიტები მამაკაცებში, ანუ წინამდებარე ჯირკვლის ანთება, ცისტიტი, შარდის ბუშტის ანთება, ვეზიკულიტი, სათესლი ბუშტუკების ანთება, რომელიც ხშირია და სხვათა შორის არ აქცევენ ყურადღებას, ორქიტი, სათესლი ჯირკვლის ანთება, ეპიდიდიმიტი, დანამატის ანთება, ურეთრიტი, შარდსადენის მილის ანთება. ყველაზე ხშირი მიუხედავად სქესისა და ასაკისა არის ცისტიტი. ეს არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც ქალების ხვედრია, პროცენტულადაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. ურეთრიტი უფრო მეტია, თქვათ, მამაკაცებში შარდსადენის ანთება, პროსტატიტი მოგეხსენებათ, ქალებს აქვს ერთი ბედნიერება, რომ არ აქვს წინამდებარე ჯირკვალი, თუმცა ბევრი კურიოზები ხდება ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე არის მამაკაცების ხვედრი. ეხლა ურევენ მამაკაცები საერთოდ ეს მე მაქვს პროსტატა რო შემოდის თქვა პაციენტი მე მაქვს ვეუბნებ რომ სანამ არ ამოიჭირი პროსტატა ყველას აქვს. უნდა თქვას რომ ესე იგი თვითონ აწუხებს ეს პროსტატა. იმდენად მასშტაბურია და უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ამ დიაგნოზის თქვა თვითონ პაციენტებისთვის, რომ ხშირ შემთხვევაში ნებისმიერი ქვემო საშარდე ტრაქტში თუ რამე პრობლემა აქვს, ან ვერ შარდავენ, ან სქესობრივი აქტივობა შეუმცირდათ, ან ცოტა რაღაც გამონადენი აქვს, ყველაფერს უკავშირებენ პროსტატას. და ეს ასე არ არის. ასე არ არის. ну ხა ეს პროსტატიტიც იყოფა, თავისებური კლასიფიკაცია აქვს, მწვავე და ქრონიკული. ეს ტრადიციულად პრაქტიკულად მწვავე პროსტატიტების ხვედრი არის 5-7%. და რაც შეეხება თვითონ პროსტატიტებს, უკვე იმდენად დაიღალა ეს მეცნიერებიც, რომ სულ ყველას პროსტატიტი არ დაარქვან და ვერ არქმევდნენ, რომ შემოვიდა ახალი ტერმინი მენჯის ტკივილის სინდრომს უწოდებენ და შევიდა ეს გაიდლაინშიც. ეძებენ თქვათ გამომწვევ მიზეზს პროსტატაში არ არის არც ბაქტერია, არც თქვათ დაითესება და სტერილურია და აქედან გამომდინარე დაარქვეს ჟერაბაქტერიული პროსტატიტი, მერე ქრონიკული პროსტატიტი, ეხლა უკვე მენჯის ტკივილის სინდრომი. ძალიან ძნელი ჭყალებში
სადიაგნოსტიკოა და ძალიან პოპულარული დიაგნოზია. მას ჩვენ ხანდახან ვეძახით საყვალპურო, უროლოგებისთვის საყვალპურო დიაგნოზს. თქვათ, მამაკაცი, რომელიც აქვს დისკომფორტი, თქვათ, ერექციული დისფუნქცია, ახალგაზრდა მამაკაცებზე ვლაპარაკი. თუ ცოტა თქვათ, ნაადრევი ეიაკულაცია და ასე შემდეგ, ყველაფერს მიაწერენ პროსტატით. ესე არ არის. აქ არის კიდევ ერთი საკითხი. ასამდე სიმპტომი, ბოდიშგირდით, ასამდე სიმპტომი დაახლოებით იყო ჩამოთვლილი ერთ-ერთ კონფერენციაზე, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს, რომ არის პროსტატიტი, თუ ასამდე სიმპტომი თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა აბსოლუტურად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან ნატიფი დიაგნოზის დასასმელია და არ არის კატასტროფა. მე ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ იმის შესახებ, რაც ყველაზე გავრცელებული არის საზოგადოებაში. თქვენ ახსენეთ, რომ ახალგაზრდა მამაკაცებს აქვთ ხშირად ეს პრობლემა და შესაბამისად სწორედ ახალგაზრდა მამაკაცებს აქვთ მოხმარებაში დამკვიდრებული ფრაზა, რომლის შესახებაც თქვენ ალბათ ყველაზე ხშირად გსმენიათ, როგორც უროლოგს. გავცივდი და იმიტომ აქვს პროსტატიტი. ანუ გაციება არის მიზეზი პროსტატიტის განვითარების თუ ინფექცია? არა, ამის მიზეზი ისე როგორც ყველა ანთების მიზეზი არის, რა თქმა უნდა, ინფექცია. ეს გაციება ზოგადად შეიძლება ყველაფერს მიესადაგოს გამომდინარე იქიდან, რომ თუ იმუნური სისტემა არის დაქვეითებული, სადაც რა თქმა უნდა სუსტი წერტილია, იქ მიდის ეს ბაქტერია ძირითადად პროსტატიტსაც იწვევს ის ბაქტერია, რაც საშადრეგზების ინფექციებს. ძირითადად მაინც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი ნაწლავის ჟღერი, ანუ ეშერიხია კოლია, გამომწვევი რისკ ფაქტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ პროსტატა მზადყოფნაშია მიიღოს რაღაც გარკვეული ბაქტერია და გაუღოს კალი და აქედან იწყება ყველაფერი. დაწყებული თქვათ აღმავალი ინფექციით, გადამდები დაავადებებით, სქესობრივი გადამდები დაავადებებით. ხშირ შემთხვევაში არის ეგრეთ წოდებული ძალიან ახლა გახშირდა შეგუბებითი პროსტატიტები. ხანგრძლივი თავშეკავება როცა ხდება თქვა სქესობრივი ცხოვრებისგან ჩვენ დეფეკაციურ პროსტატას ვეძახით აი მოდიან ახალგაზრდები და იძახიან რომ უკვე თვითონ დეფეკაციის მერე აქვს რაღაც გამონადენი ესეთი ლორწოვანი გამჭირვალე ფერის დავიღუპე ვფიქრობ რომ რაღაც უბედურება მოვიდა და არადა ეს არის მექანიკურად როდესაც აღიზიანებს განავლოვანი მასები პროსტატას მოგეხსენებათ ცოტა ის თუ ხერხულ ადგილას არის შარდის ბუშსა და სტონაცლავს შორის და ეს მექანიკური გაღიზიანებით ხდება უკვე შარდსადენიმილიდან პროსტატის შეგუბებული წვენის გამოსვლა. ამიტომ დეფეკაციური პროსტატა ქვია. არ არის ტრაგედია, არ არის თქვა ცდელად სამკურნალო დაავადება ეს არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ გაციება შეიძლება იყოს ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, ისევე როგორც პიელონეფრიტის დროს, ისევე როგორც ხელშემწყობი და არა ვთქვათ მისი უშუალო გამომწვევი. მოდით დავუბრუნდეთ იგივე პიელონეფრიტს და ცისტიც, იმიტომ რომ თქვენ საუბარი, როდესაც დაიწყეთ, ბრძანეთ, რომ ზედა საშარდე გზებში ხდება ის, რასაც პიელონეფრიტი ქვია და ეს არის ძალიან საყურადღებო მდგომარეობა, როდესაც თირკმლის ტერიტორიაზეა პრაქტიკულად ანთება და არა ქვედა სეგმენტში საშარდე გზებისა. რითი ვლინდება პიელონეფრიტი? რა არის ყველაზე ესეთი აშკარა ნიშნები და რამდენად საყურადღებოა ეს თირკმლის ჯანმრთელობისთვის? პიელონეფრიტი როგორც აღნიშნეთ, ეს არის თირკმლის პარენქიმის ინტერსტიციული ქსოვილის ანთებითი პროცესი. გადატანის გზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, არის ურინოგენური, ანუ შარდის აღმავალი ინფექცია, გამომდინარე ისევე შერიხია კოლი, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლება შარდსადენიდან შარდის ბუშში და თუ თქვათ, იგივე შარდსაწვეთებში არ არის ნევროკუნთოვანი აპარატი იმდენად განვითარებული, რომ არ აღწიოს ზევით, ის ნელ-ნელა ადის თირკმლამდე. არის ჰემატოგენური, ანუ სისხლის მიერი გზა. აქაც კიდევ ერთხელ ვიძახი, რისკ ფაქტორი უნდა იყოს და მაინც ყველა აღნიშნავს, რომ უნდა იყოს რაღაც გარემო შექმნილი, ანუ სუსტი წერტილი, რომ თქვათ ეს დარტყმა მიიღო თირკმელმა და არა სხვა ორგანო. იწყება თავისი ტრიადა აქ ეგრეთ წოდებული მაღალი ჰექტიური სიცხით, რომელიც პრაქტიკულად პირველ 24 საათში არ ემორჩილება არაფერს 39-40 გრადუსი წელის ტკივილი შესაბამის მხარეს და
არის შარჩიცვლებები. ნუ შარჩიცვლებებს ვეძახით თქვათ ლეიკოციტების, ერითროციტების, იგივე თქვათ ანუ ჰემატურიაც შეიძლება იყოს, ანუ სისხლიანი ელემენტების არსებობა შარჩი. მერე ითესება აუცილებლად, ანუ ხდება შარდის ბაქტერიოლოგია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ანთების დაავადების დროს უროლოგიაში და ეს შარდის ნათესის კულტურაში უკვე 2-3 დღეში ჩვენ გვექნება საშუალება რომ ვიცოდეთ რა ბაქტერიამ გამოიწვია, რა ხარისხში და რაც ყველაზე მთავარია, გვაქვს ანტიბიოტიკოგრამა პარალელურად რაც საშუალებას გვაძლევს უკვე სწორად შევარჩიოთ კურნალობის მეთოდი და არა ისე რომ ვთქვათ ყველაფერი იცის და კიდე ცალკე თემა ეს ანტიბიოტიკების უკვე რეზისტენტური ფორმები, რომელიც კატასტროფაა მსოფლიოშიც, საქართველოშიც იწყება რაც შეიძლება მაღალი თაობის ანტიბიოტიკით კურნალობას, არ ვიცი გავაგრძელოთ რა ვაგრძელებ. გავაგრძელოთ, რასაკვირველია. იმიტომ რომ მარსა კატასტროფა 2-3 წლის წინ ამერიკის წამლის ასოციაციამ უკვე ოფიციალურად ამოიღო ხმარებიდან ტორქინოლები, ანუ მთელი ჯგუფი ანტიბიოტიკებისა, იმიტომ რომ დიდი პროცენტი უკვე 80-90% არის რეზისტენტული ამ პრეპარატის მიმართ. ანუ გამძლე არის. გამძლე და პრაქტიკულად ვერავითარი თქვათ კურნალობის მეთოდი ამ პრეპარატების ჯგუფით ვეღარ ხდება. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირ შემთხვევაში კურნალობა არ იწყება სწორად. არის ექიმების კატეგორია, რომელსაც უნდათ რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ეფექტი კურნალობაში, უნიშნავენ ტერმინიც არის ცხენის დოზებს. ბავშვებში ხდება კატასტროფა. დაუსრულებელ ბავშვებში კურნალობა იწყება მე-3 თაობის ანტიბიოტიკით და პრაქტიკულად ზრდასრულობ ასაკში ის უკვე გამძლეა ყველა შტამის მიმართ არაფერი თქვათ ანტიბიოტიკი მე-4 თაობის ანტიბიოტიკების უკვე კურნალობაში ისეთ შედეგს ვერ იძლევიან. ამიტომ ლოგიკურად მინდა გავყვეთ თქვენს აზრს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან საჭიროებო საკითხს შეეხეთ, რომელიც დღევანდელი მსოფლიოსთვის პრაქტიკულად უნივერსალური პრობლემაა, თქვენ თავად ბრძანეთ, ყველა ქვეყანას ეხება. ყველას. განსაკუთრებით იმ საზოგადოებისთვის არის ეს პრობლემა, სადაც გათამამება და წინ დაუხედავი გადაწყვეტილებები ხშირად ბუმერანგივით ბრუნდება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის სახით. ის რომ ცისტიტი ხშირ შემთხვევაში არის ასეთი დაუმორჩილებელი, განმეორებადი, რამდენად შეიძლება იგივე ანტიბიოტიკოთერაპიით ან თვითნებური ანტიბიოტიკოთერაპიით აიხსნას, იმიტომ რომ ძალიან ფართოდ გამოიყენება მაგალითად მიდგომა, როდესაც უკვე იცის რა, საშუალებაა მიზანშეწონილი ცისტიტის დროს, შარდის ბუშტის ანთების დროს და თითქოს ამ დისკომფორტის დასაძლევად მარტივია. ან ერთხელ ქონდა ასეთი ეპიზოდი და მეორე ეპიზოდის შემთხვევაში უკვე იცის როგორ უმკურნალოთ. თქვენ ძალიან კარგად ერკვევით ნებისმიერ საკითხში. მე გულისხმობ რომ თქვენ უროლოგიას არ გაყევით, მაგრამ ბატონო დავით, მე როგორც თქვენი სტუდენტი ამ შემთხვევაში ამიტომ ვფლობ ამ ცოდნას, ხოლო რაც შეიძლება ჩემი დარგი უროლოგები და სტუდენტებსაც ესე ვეუბნები ცისტიტის ვეძახით სატელეფონო დიაგნოზი. ეკამ დაურეკა მაკას, მაკამ დაკას და აი შენ რომ ხშირად ჩარდავდი, წყარო გქონდა ცლივს რო იკავებდი შარდვას და მე დააყოლებს აი ცისტიტი რო გქონდა თვითონ დაისვა დიაგნოზი. აი რას ვავდი და აი ეს ეუნება, აი ეს ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ყველაფრის გარეშე. ეხლა კატასტროფა ის არის რომ გადაუხვრევ თემას ქალბატონებში პროცენტულად ძალიან დიდი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად არის ეს ანატომიური თავისებურება. დაახლოებით 20-დან 25%-ში და არ არის ეს პატარა ციფრი, ოფიციალური სტატისტიკა, ანუ ყოველ მე-4 ქალბატონს, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული მორეციდივე, ანუ განმეორებითი ცისტიტი, რომელსაც თქვა თვითნებურად კურნალობს და არ მიდის ექიმთან, აღმოჩნდება რომ აქვს ხოლმე შარდის ბუშტის აუცილებელი სიმსივნე, ანუ კიბო. ძალიან გავრცელებულია უკვე ქალბატონებშიც და ამიტომ ყოველი მეორე, მესამე ეგრეთ წოდებული ცისტიტი, რომელიც არ არის სწორად დამკურნალები და
იგივე ელემენტარულად არ არის დადასტურებული ან ეხოსკოპიურად, ან ცისტოსკოპიურად ხო არ არის თქვა რაიმე წარმონაქმნი შარდის ბოშში, შეს შემთხვევაში იწვევს იმას, რომ უკვე გემატურით, ანუ შარჩის სისხლის არსებობით და თქვა ძალიან ძლიერი გვერდითი მოვლენებით მიდიან ხოლმე ექიმთან და აღმოჩნდება, რომ ქონდა ეგრეთ წოდებული ცისტიტი, მკურნალობდა ეგრეთ წოდებული თავის დაქალის დანიშნული წამლებით და ასე შემდეგ. ამიტომ არის რაღაც გარკვეული მომენტები, რომელსაც აუცილებლად მოსახელება უნდა ყურადღება მიაქციოს. იგივე აი ამ ცისტიტის დროს ეს ცისტიტი არის ახალგაზრდა ასაკშიც და ძველგაზრდებშიც. ქალებში ხშირია, იმიტომ რომ პრემენსტრუალური ციკლი, ანუ მენსტრუალური ციკლში ქალებს, რომლებსაც აქვს ძალიან ხშირია სქესობრივი აქტის შემთხვევაში 9-ჯერ მატულობს, თქვათ, პარტნიორის გამოისობით ზანთება. არის ძალიან ხშირად ქალბატონებში, რომლებიც ხმარობენ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატებს. უხერხულია, მაგრამ არასწორი ჰიგიენური პირობების დაცვის გამო. უხერხულია, მაგრამ იგივე ყოველი ახალი პარტნიორის გამო რისკი იზრდება სქესობრივ ურთიერთობაზეა ლაპარაკი. სქესობრივი გზით გადამტანი დაავადებები. ქალბატონებში თქვათ უკვე მენოპაუზის დროს არის უკვე ესტროგენების დეფიციტი, მთავარი ჰორმონი, რომელიც აუცილებელია შარდის ბოშის ლორწოვანის ნორმალური განახლებისთვის. პეხაში მატულობს ხშირ შემთხვევაში და თუ ხელს უწყობს ისეთი ანატომიური თავისებურებები, როგორიც არის თქვათ შარდის შეუკავებლობა ქალბატონებში და ან არის თქვათ შარდის ბუშტის გამოვარდნა არის ეგრეთ წოდებული, ან შარდის ქრონიკული შეკავება ან შეუკავებლობა, ეს ყველაფერი ძალიან ხშირ შემთხვევაში ასოცირდება უკვე ეგრეთ წოდებული მეორად ცისტიტთან, ანუ ქალბატონებს აქ ხოლმე განმეორებით ეს ამბები. სხვათა შორის აი ეს მორეციდივე და აი დიფერენცირებას დღევანდელი ახალი გაიდლაინით მორეციდივე, ანუ განმეორებითი ცისტიტი ეწოდება, როდესაც ორჯერ 6 თვეში ან წელიწადში 3-ჯერ მაინც ერთი და იგივე დაავადებით, ანუ ცისტიტით ქალი იქნება დაავადებული. ჩვენ რამდენიმე წუთი გვჩება და მინდა გკითხოთ იმ პრობლემებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, როგორც ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემები, მათ შორის ვეზიკულიტი ახსენეთ თქვენ და ორხიტი, რომლის შესახებაც მეტნაკლებად უფრო ცნობილია. რა არის ეს პრობლემა და რატომ არის ასე საყურადღებო, რომ თქვენ ხაზი გაუსვით, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის, მაგრამ არ არის ინფორმირებული საზოგადოება? აი ორხიტი თითქოს უმტკივნეულო სათესე ჯირკვლის ანთება. ხშირია ახალგაზრდა ასაკში. პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ და ესეც არის ბიჭი, რომელიც გადაიტანს სათესე ჯირკვლის ანთებას და არ არის სწორად დამკურნალები და რომც იყოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად ეს ჯირკველი თავის ძირითად ფუნქციას, სპერმატოზოიდების გამომუშავებას უკვე ამ ფუნქციას კარგავს. აი ყმაყურას გადატანის დროს ხშირია სხვათა შორის, თუ ორხრივი ორხიტი აქვს ბავშვებს, რომელსაც გადაიტანეს ყმაყურა და არ არის სწორად დამკურნალები, სტერილურები რჩებიან. და მე უკვე დადასტურებულ ასაკში იმაზე ფიქრი, რომ ვაიმერის სიბრალია, ასპერმატიზმი, საერთოდ ცოცხალი აქტიური სპერმატოზოიდები აღარ არის სპერმატოგენეზში, აღარ მონაწილეობენ. ხშირ შემთხვევაში არ არის სწორი დიფერენცირება, ელოდებიან აი ტკივა და ჩაქრება, ზომაში გადიდ და ცოტა ჰიპერემიულია სათესლე პარკი, თქვათ, არ აქცევენ ყურადღებას, ელოდებიან, იქნება ჩაცხრეს და აღმოჩნდება, რომ მე შეიძლება ცოტათი ჩაცხრეს და არის ხოლმე ეგრეთ წოდებული სათესლე ჯირკვლის აფსუებიანი სიმსივნე კიბო, რომლის ასაკი, თქვათ, აქტიური სპერმატოგენეზის ასაკში, ანუ 30 წლამდე ასაკში დაახლოებით 40-60%-ში ხდება, ვიდრე შემდგომ ასაკში და შეიძლება დიაგნოზის გვიანი გამოისობით, თქვათ, მკურნალობა პირველ მეორე სტადიის სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს ავწდეთ და არასწორად ჩავატაროთ. და ნუ ვეზიკულიტი, რომელიც სათესლე ბუშტუკების ანთება, რომელსაც ხშირ შემთხვევაში იგნორს უკეთებს ექიმებიც. ერთი საინტერესო სიმპტომი აქვს კლინიკური ნიშანი, ეს არის სპერმაში სისხლის არსებობა, ჰემოსპერმია. ამიტომ მოდიან ბიჭები
დიახ, სათესლე ბუშტუკი ეს არის ბუშტუკები არის პროსტატის ქვევით, რამოდენიმე თავის კაპილარები აქვს. აბსოლუტურად უწყინარი სიმპტომია შემიძლია გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ შემაშინებელია. ზოგი არამზადა უროლოგი ძალიან აშინებს პაციენტს და ხდება მე არასწორი მკურნალობის საკითხი. ეს არის ხემოსპერმი, ანუ სპერმაში სისხლის არსებობა, იგივე ორხიტების დროსაც არის და არის ამ სათესლე ბუშტუკების ანთება. ახალგაზრდა ბიჭებში არის აბსოლუტურად უწყინარი, შემიძლია გითხრათ და ხანდახან და ხშირ შემთხვევაში თვითონვე შეიძლება ეს ჩაცხეს, ეს პატარა სიზარული გასკდება 1 ან 2 წელი, რომელიც ამარაგებს ამ ვეზიკულებს და იქიდან არის თქვა სისხლის სპერმაში. ახლა ძველგაზრდებში, ანუ 50 წლის ასაკის შემდეგ, იგივე თქვა სპერმაში სისხლი უკვე კატასტროფული ნიშანია, არ იყოს პროსტატის კიბო, ანუ აუცილებელი სიმსივნე. ამიტომ ბიჭებში თქვა იგივე სისხლის გამათხელებელი საშუალებებს თუ არ ხმარობს და თუ შემაჩერების საშუალებებს მე აღვირახსნი სექსუალური ცხოვრების დროს არის ხშირ შემთხვევაში ჩამოვიდა პარტნიორი და 2 დღეში უნდა მოასწროს აუცილებლად მაქსიმალურად რო უნდა გაატაროს ან თქვა რაღაც გარკვეული ერექციული დისფუნქციების დროს, ხშირი მასტურბაციების დროს იცის ხოლმე ეს ვეზიკულიტის განვითარება. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. დღეს ჩვენ საკმაოდ ვრცელი ექსკურსია გქონდა. საშარდე გზების ინფექციებს გავყევით და ბევრი ნაცნობი თემა გავახსენეთ საზოგადოებას, უცნობი წახნაგით და ძალიან ბევრ უცნობ საკითხს შევეხეთ, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჯანმრთელობისათვის. დიდი მადლობა ჩვენთან მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, უროლოგი ბატონი დავით ქოჩიაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვება და კვებით შუქნიშანი, როდესაც პრობლემას უნდა მიუსადაგოთ, მოითხოვს ჩვენგან გარკვეულწილად ჩვენი მეხსიერების გაცოცხლებას. თუნდაც იმიტომ, რომ გავიხსენოთ ზოგადად რა არის მისაღები ჩვენი ჯანმრთელობისათვის და კერძოდ ამ პრობლემასთან დაკავშირებით რა დაგვჭირდება გავითვალისწინოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენთვის ინდივიდუალურად, ჩვენი პრობლემისა და ასაკის, სქესისა და ინდივიდუალური გემოვნების მიხედვით, როგორ უნდა იყოს შერჩეული კვება ისე, რომ პრობლემები შევძლოთ ავიცილოთ თავიდან, ან არსებული პრობლემების შემთხვევაში მაქსიმალურად ეფექტიანად მართოთ. ცხოვრების წესის ფაქტორებით დავიწყებ და რასაკვირველია, არასოდეს არის ზედმეტი იმაზე ფიქრი, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჯდომარე ცხოვრების წესი, აქტივობის არარსებობა, მოძრაობის არარსებობა, ადინამია და ჰიპოდინამია, როგორც მას ტერმინებად მოვიხსენიებთ, ყველა შემთხვევაში საყურადღებოა და ის შეიძლება აღმოჩნდეს ხელშემწყობი იმ პროცესებისა, რასაც ქვია საშარდე გზების ინფექციები. უძრავი, ჯდომარე ცხოვრების წესი. წონის მართვა უმნიშვნელოვანესი საკითხია. ერთი მხრივ ჭარბიწონა და სიმსუქნე, როგორც ანთების ხელშემწყობი მდგომარეობა და მეორე მხრივ სიმსუქნე და წონის დეფიციტი, როგორც არასაკმარისი ნაკვებობის მაჩვენებელი ორი თითქოს კიდურა მდგომარეობა. მნიშვნელოვანია ძილის, სტრესის მართვა, ისევე როგორც ზოგადი უნარჩვევების გათვალისწინება და მავნეჩვევების ქონა არ ქონდა. მაგრამ თუ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშარდე გზების ინფექციების თავიდან ასაცილებლად წყლის ადეკვატური მოხმარება. წყლის არასაკმარისი მოხმარების შემთხვევაში, საშარდე გზების ინფექციის უკვე არსებობისას, სითხის არასაკმარისი მოხმარება არის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ინფექციას და აღრმავებს ინფექციას. ამიტომ წყლის ადეკვატური მოხმარება არის ზოგადად უმნიშვნელოვანესი საკითხი, განსაკუთრებით საშარდე გზების ინფექციის დროს ჩვენ სიტყვით დიდი რაოდენობით გვჭირდება. ამ თემას მოგვიანებითაც დავუბრუნდებით. და აქ მარტო წყალზე არ არის საუბარი, აქ არის წყლისა და ელექტროლიტების შესახებ ცოდნა მნიშვნელოვანი, როდესაც
როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ მინერალურ წყალსაც, როდესაც წყლის ფუძეზე უნდა მინერალების გარკვეული თანაფარდობა გავითვალისწინოთ და მაგალითად, როდესაც ანთება ამჟავებს გარემოს, ქმნის არც თუ ისე ხელსაყრელ პირობებს გამოჯანმრთელებისათვის და სამაგიეროდ კარგ ნოყიერ სივრცეს ქმნის ბაქტერიების განვითარებისთვის, მინერალური წყალი და დატუტიანება შეიძლება აღმოჩნდეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნატრიუმის ქლორიდი როგორც მარილ წყლის გამოყენების შესაძლებლობა ან ნატრიუმის გამოყენება კარბონატის შემადგენლობაში, ანუ იქ სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოს ნახშირბადის არსებობა და ასე შემდეგ. ეს არის ის ფორმულა, რომელიც ბუნებრივად ჩვენს მინერალურ წყლებში არის დაშიფრული და ჩვენ სწორი გონივრული გამოყენებით შეგვიძლია მაქსიმალურად შევამციროთ საშარდეგზების ინფექციების რისკი და რაც თავარია ინფექციის დროს ორგანიზმის შემჟავების ალბათობა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, როდესაც სითხის საჭიროებაზე ვსაუბრობ და შევთანხმდით, რომ უბრალოდ წყალი კი არა, სითხე ჭირდება ჩვენს ორგანიზმს. არ უნდა დაგვავიწყდეს მაგალითად სხვადასხვა სახის წვენებისა და ენერგეტიკული სასმელების შესახებ ინფორმაცია. დიახ, ესეც სითხეა, მაგრამ გავითვალისწინოთ, რამდენად დატვირთული შეიძლება აღმოჩნდეს ეს სითხეები შაქრით, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლით, რომელიც თავის მხრივ არ გვეხმარება ანთების დაძლევაში, პირიქით. ამიტომ უპირატესობა არა ტკბილ წვენებს, არა გაზიან სასმელებს, არამედ წყალს და მის ფუძეზე მომზადებულ ნაყენებს მივანიჭოთ. ალკოჰოლი როგორც ერთი მხრივ შარდმდენი, მეორე მხრივ როგორც ანთების ხელშემწყობი, მესამე მხრივ როგორც შემჟავების ტენდენციის გამაძლიერებელი. ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით, როდესაც საშარდეგზების პროფილაქტიკაზე ვსაუბრობთ, საშარდეგზების განმეორებით ინციდენტებზე ვსაუბრობთ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემის არსებობის დროს მაქსიმალურად მალე გამოსავლის მოძებნაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვაგვარი სუნელსაკაზმი და მათი დიდი რაოდენობა საკვებ პროდუქტებში. უხვად შეკაზმული საკვები შეიძლება აღმოჩნდეს საშარდეგზების ინფექციის შემთხვევაში ხელშემწყობი და ამიტომ ჩვენ არ ვსაუბრობთ უკიდურესად შეზღუდულ კვებაზე. არავითარ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ კონკრეტული ჯგუფის პროდუქტების რადიკალურად ამოღებაზე რაციონიდან. ჩვენ ვლაპარაკობთ მწვავე შემთხვევაში დამატებითი გამაღიზიანებელი ფაქტორების არსებობაზე, რომელთა გათვალისწინება გვჭირდება თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად თითქმელი სისტემატურად ფილტრავს სისხლს და გაფილტრული სისხლი არის შარდი და ყველა ის ნივთიერება, რომელიც არის სისხლში, ძალიან ადვილად შეიძლება გავლენას ახდენდეს შარდის შემადგენლობაზეც და საშარდეგზების მდგომარეობაზეც. ამიტომ გვჭირდება ამის გათვალისწინება. ისევე როგორც ანთების ხელშემწყობი და გამაძლიერებელი ტრანსხიმებისა და პროცესირებული პროდუქტების, ანუ გადამუშავებული პროდუქტების გამოყენება, ეს არის ერთი მხრივ ზოგადი ცოდნაც და ეს არის საშარდეგზებისათვის კონკრეტული ლოკალური პრობლემების დაძლევის შესაძლებლობაც. ისევე როგორც ანთების საწინააღმდეგო პროდუქტებზე საუბარი, ისევე როგორც ანტიოქსიდანტებზე საუბარი, რომელიც ჩვენი შუქნიშნის განუყოფელი ნაწილია და რომელიც უფრო კონკრეტულად შეიძლება შემდეგი ჩამონათვალით წარმოვიდგინოთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ რეკომენდებულ პროდუქტებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს პრინციპი, სადაც სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქცია ლაპარაკი. მე უკვე ვახსენე შეზღუდვა და საშარდეგზები არ არის და მათი ანთების დიაგნოზი არ არის მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ შეზღუდულ კვებაზე. განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ ანთებაზე, როდესაც საუბრობთ ანთების რისკებზე, აი აქ ყველაზე მეტად გვჭირდება კვების დაბალანსება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინება, რომ არა უბრალოდ ძირითადი ჯგუფის პროდუქტებია საგულისხმო, არამედ წყლის საგანგებოდ მინიშნება, წყლის მოხმარებაზე აქცენტი, ცხიმების სწორად შერჩევა და ცხადია ფიზიკური აქტივობის გათვალისწინება. ისე როგორც ტრადიციულად ჩვენთან წარმოდგენილ ჰარვარდის თეფშზე ხდება ხოლმე. და აი ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ წყალი
და წყალთან ერთად წყალშემცველი პროდუქტები. წეღან სწორედ ამის შესახებ გესაუბრებოდით, არ არის აუცილებელი მხოლოდ წყალი იყოს სითხის ბალანსის საფუძველი, წყალთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის მოთხოვნილება წყალზე გარკვეულწილად მაინც დააკმაყოფილოს. ასეთ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ცხიმები, რომელთა დამსახურებით ანთების რისკი მცირდება და რასაკვირველია უპირველეს ყოვლისა გვახსენდება ასეთ შემთხვევაში ომეგა-3. მაგრამ მე საგანგებოდ მინდა გაგახსენოთ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები, რომელიც როგორც გითხარით ჩვენ შუქნიშანში უხვად არის წარმოდგენილი, მაგრამ გარკვეულწილად ჰარვარდის რეკომენდაციით ამ პროდუქტების ჩამონათვალს აქვს კონკრეტული იერსახე, სადაც თევზიც არის გათვალისწინებულია ზეითუნის ზეთიც, მაგალითად მცენარეული ომეგა-3-ის წყაროთ მიჩნეული ნიგოზიც და მწვანე ფოთლოვანი მცენარეებიც. თუმცა საგანგებოდ დღეს მინდა გამოვყო ანთების საწინააღმდეგო ის პროდუქტები, რომლის შესახებაც ჩვენ გვისაუბრია, ერთი დამატებითი კომპონენტით. მიაქციეთ ყურადღება ამ ბანერს. ბანერზე არის სხვადასხვა სახის სუნელ-საკაზმი, რომელთა შორის ჯანჯაფილი, კურკუმინი, ეს პროდუქტები თქვენ გახსოვთ, სხვადასხვა დროს გვიხსენებია და დაგვიხასიათებია. თუმცა საშარდე-გზების ინფექციებთან დაკავშირებით მტკიცებითმა მედიცინამ ერთი კონკრეტული პროდუქტი საგანგებოდ გამოყო და მას შტოში ჰქვია. შტოში არის ზუსტად ის მცენარე, რომელიც განსაკუთრებით ეფექტიანად მუშაობს ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, საშარდე-გზების ინფექციების თავიდან ასაცილებლად და ამ ინფექციის უკვე არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება გრძელვადიან პერსპექტივაში ანთების დაძლევის გათვალისწინება. აი ამ პროდუქტს შეუძლია ძალიან კეთილმყოფელი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და საშარდე-გზების ჯანმრთელობაზე. და აქ ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს და C ვიტამინი ყველას ადვილად ახსენდება. რასაკვირველია, C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები განიხილება როგორც საშარდე-გზების ინფექციების პროფილაქტიკის და დაძლევის ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ისევე როგორც არ უნდა დაგვავიწყდეს. დიახ, ძალიან კარგია გვახსოვდეს ვიტამინები, მინერალები, ზოგადად პრინციპები, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ანთებას, მაგრამ თუ იმუნიტეტზეა საუბარი, არ უნდა დაგვავიწყდეს პირველ რიგში ცილა. ცილის გარეშე ჩვენ არ გვაქვს იმუნიტეტი და ყველა პროდუქტი, რომელიც ცხოველური ან მცენარეული წყაროთი ცილაზე მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მხოლოდ მაშინ არის ჩვენთვის ვარგისი და სასურველი, როდესაც ის შეიცავს ჩვენთვის აუცილებელ ყველა სასიცოცხლო ამინომჟავას. და ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ საიდუმლო იმუნიტეტისა ხშირ შემთხვევაში დაშიფრულია ნაწლავში და თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ამ ფაქტორს, მათ შორის საშარდე-გზების ინფექციის დროს. ისევე როგორც უნდა გავითვალისწინოთ ანატომიური მეზობლობა ნაწლავსა და საშარდე-გზებს შორის, ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის მიკროსამყარო, მიკრობიოტასა და მიკრობიომის სახით, რომელიც ბევრად განსაზღვრავს ანთების განვითარების რისკს და ანთების დაძლევის შესაძლებლობებს. და ასეთ შემთხვევაში ნაწლავზე ზრუნვა შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ საშარდე-გზების ინფექციების თავიდან აცილების და მისი სწრაფად დაძლევის კარგი შესაძლებლობა. როგორ? იმ ინსტრუმენტებით, რომლითაც ჩვენ ვიმსახურებთ ხოლმე ნაწლავის კეთილგანწყობას. მე გაგახსენებთ პრობიოტიკები, ეს არის ჩვენი მეგობარი ბაქტერიები და მათი გაძლიერება ჩვენ შინაგან სამყაროში. პრებიოტიკები არის მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები. და ხშირ შემთხვევაში პრობიოტიკის შემცველი პროდუქტები პრებიოტიკებსაც შეიცავს. ასევე მათში არის პოსტბიოტიკები, ანუ ცხოველქმედების პროდუქტები გამზადებული სახით, რომელიც მერე უკვე ამ პროდუქტებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში მოხდება და მოდი თვალი შევალოთ. მამა-პაპური წესით დამზადებული მჟავეული, მაგალითად მაწონი ან იოგურტი და მე სიამოვნებით გაგახსენებთ ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, ახალი ჩამონათვალის მიხედვით პრობიოტიკურ პროდუქტებს შორის, ფერმენტირებულ პროდუქტებს შორის, რომელიც პრობიოტიკების წყაროთ უნდა განვიხილოთ, უკვე დიდი ხანია ჩვენ ვახსენებთ ხოლმე ვაშლის მარცაც. მოკლედ, ამ პროდუქტების დამსახურებით ჩვენ ვაწესრიგებთ ამინს ნაწლავში და შესაბამისად ვქმნით ძალიან კარგ წინაპირობას იმისთვის, რომ ნაკლებად დაგვემართოს საშარდე-გზების ინფექციები და თუ დაგვემართა, მაშინ უფრო ადვილად დავძლიოთ მსგავსი პრობლემები. მე ამით გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას, დღეგრძელობას გისურვებთ.